მოგესალმებით თვითფოსო მეგობრებო, საკმაოდ დატვირთული პოლიტიკურად დატვირთული და ცხელი შემოდგომა ზამთარი გაზაფხული გამოვიარეთ. ახლა უკვე პირდაპირ გაგებითაც მაღალი ტემპერატურის ზონაში შევედით და როგორც წესი, როდესაც გრადუს ცელსიუსებში მატულობს ტემპერატურა, პოლიტიკური ტემპერატურა იკლებს ხოლმე, მაგრამ წელს რატომღაც ესე არ ხდება. ეს პერმანენტული აქციები თავისი გზით და გეზით მაინც მიდის და პარალელურად დაემატა ეს, რომ უკვე ღიად გამოცხადდა და დაანონსდა შემოდგომით ხელისუფლების დამხობა. 4 ოქტომბერთან აკავშირებენ ამ საკითხის გადაწყვეტას, როგორც მოგეხსენებათ კანონით, კონსტიტუციით, დამხობაზე საუბარი და უბრალოდ სიტყვიერი მოწოდებაც კი დასჯადია, მაგრამ უკვე აღარ ერიდებიან ამას და ფუთავენ ამდაგვარად, რომ უნდა იქნას კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იქნა დარღვეული. ერთი შეხედვით ეს თითქოს გარკვეულ პარადოქსს გავს, მაგრამ სინამდვილეში თუ ჩაუღრმავდებით, რაც სიმართლეს მოკლებულიც არ არის ეს. იმიტომ რომ როდესაც კონსტიტუციაში პირდაპირ გიწერია, რომ მთავარი მიზანი არის შენი ნატოში გაწევრიანება და დასავლურ სტრუქტურებთან, რაც შეიძლება ახლოს მისვლა და ინტეგრაცია და დგება მომენტი, როდესაც შენ ამდაგვარი რიტორიკით გამოდიხარ, როდესაც იდეოლოგიურად უპირისპირდები უკვე დასავლეთს, იმ დასავლური ქვეყნების ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლეს წარმომადგენლებს, ეს უკვე გამოდის, რომ შენ ფაქტიურად მიდიხარ საკუთარი კონსტიტუციის წინააღმდეგ და შენ უკვე აღარ გაგეზი იქითკენ, რომელსაც გავარდებული შენს მიერვე ჩაწერილი კონსტიტუციაში ის პუნქტები და მუხლები. ადრეც გვითქვია, ჩვენ ხელისუფლება საკმაოდ ჰარმონიულ დამოკიდებულობაში იყო მსოფლიო იმ მმართველ წრეებთან, სხვაგვარად ვერც მოვიდოდნენ ესენი ხელისუფლებაში, ასე რომ არ ყოფილიყო. მაგრამ როდესაც დადგა დრო და უთხრეს, რომ ახლა თქვენ უნდა წახვიდეთ და სხვას უნდა გადააბაროთ, აი ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი, როდესაც იცვალეს გეზი და ნელ-ნელა დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ როგორ შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. იქამდე თვითონვე ქმნიდნენ ისეთ პირობას, ისეთ განწყობას მოსახლეობაში, რომ ჩვენი მთავარი გზა არის დასავლეთი, რომ ჩვენი გადარჩენა არის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და როდესაც იცვლის მიმართულებას და იცვლის რიტორიკას, დაჭირდათ გამართლება. საკუთარ მოსახლეობას უნდა აუხსნან, რატომ იცვალეს გეზი და ამიტომ გარკვეული იდეოლოგიურ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ და გარკვეული ფაქტების წამოწევა და გარკვეული იქიდან მოსული დავალებების გამომზეურებაც კი მოახდინეს იმის სამტკიცებლად, რომ აი რატო მოხდა ორიენტაციის შეცვლა, რატო მოხდა გზის შეცვლა, რატო აღარ არიან ისეთ ახლო დამოკიდებულებაში, როგორც დაუშვათ წლების წინ. გამოვიდა სამზეოზე ის ამბავი, რომ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. მერე გამოვიდა სამზეოზე ის, რომ იმ 1000 გვერდიან ხელშეკრულებაში, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ზეპრისიტყველი მოთხოვნებით, რომელიც იქიდან მოდის, არის იმდაგვარი, რომელიც ჩვენ ტრადიციებს, ჩვენ ქართულ ადათ-წესებსა და ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება. იყო საუბარი, რომ ამას ქართული ოცნების ხელისუფლება იგონებს, ამას მოყავს ეს უпроსორად ტყუილი არგუმენტები იმისთვის, რომ თავი იმართოს, მაგრამ აგერ სულ რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა ევროკავშირის წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინას აქვს დასალაგებელი სიტუაცია, ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი ბოლომდე მოგვარებული არ არის. აი ფაქტის წინაშე დავდექით, რომ ეს მოთხოვნა ღიად იქნა გაჟღერებული და ეს იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ ჯერ თვითონ ხელისუფლებაც ამბობდა, რომ ჩვენ ღირსებით შევართ ევროკავშირში. აი უბრალოდ როგორ წარმოგიდგენიათ აი ამდაგვარ ევროკავშირში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ ერთსქესიანი
პირები უნდა ქორწინდებოდნენ აუცილებლად შენ თუ გინდა რომ სტრუქტურებში გაწევრიანდე, აი როგორ წარმოგიდგენიათ ღირსებით შესვლა ესეთ ორგანიზაციებში. უკრაინა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა პირობა შეუსრულათ და ომის პროვოკაციაშიც კი ჩაერთო მათ და სასარგებლოდ, ამ თემას მაინც არ პატიებენ. მიუხედავად იმისა, რომ იქ არავინ ხელს არ უშლის არც ერთსქესიანთა დაქორწინებას, არც გეი აღლუმებს პირიქით, სრული ხელშეწყობა აქვს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ამ თემას მაინც არ ეშვებიან და უფრო ძირიძირობამდე ჩაყვნენ და ბოლომდე თხოვენ ამ საკითხის მოგვარებას. ქვეყანას, რომელიც მართლაც და იბრძვის იმისთვის, რომ მათ გაუხსნათ გზა რუსეთი დასუსტდეს, ან მათ გეგმებში ჩაჯდა მთლიანად და ქვეყანა შეეწირა მათი გეგმების განხორციელებას. ჩვენ გვახსოვს, როდესაც 2022 წელს დაიწყო ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაცია, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რამოდენიმე თვის შემდეგ თუ რამოდენიმე კვირის შემდეგ შეხვედრა შედგა სტამბულში და გარკვეულ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. იქ რას ითხოვდნენ? რუსეთის მხარე ითხოვდა რას? თავარი იყო სამხედრო სტრუქტურებში, სხვადასხვა სამხედრო ბლოკებში უკრაინის არ გაერთიანება, ანუ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება და ის დანარჩენი იყო მიუყოლი წვრილმანები რუსულენოვანი მოსახლეობისთვის უფლების მიცემა, რომ რუსულენოვანი სკოლებში ესწავლა თავის ენაზე ემეტყველა, თავის ენაზე წიგნები დაებეჭდათ და ამდაგვარი რაღაცები. თითქმის ომი ამოწურული, დასრულებული იყო და ამ დროს ჩადის მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი და იქიდან კიევიდანვე აკეთებს განცხადებას, რომ ეს რუსული მონაგონი რაღაც ისეთი გეგმა, რომელიც უკრაინას არ არგებს და არ შეიძლება რუსულ წამოყენებულ პირობებს დასტახდეს უკრაინა. და აი იქიდან ხდება მე თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტზე უკრაინა ამბობს უარს და ყველაფრიდან რაც მიიღო მერე და რაც მოვლენების განვითარდა, ყველა ვნახეთ, შეეწირა ქვეყანა და მთელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის აყრილი, უსახკარო დარჩენილი და აღარ გავაგზავნებ ახლა ოს რაღაც შეიძლება მოყვეს ყველამ ვიცი. აი ამ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს და მართლაც ფიზიკურადაც ძალიან ცხელ ზაფხულში შევედით, პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს. მოკლედ მსოფლიოს მოსვენებას არ აძლევს არც ბუნება და არც მსოფლიო პოლიტიკური სულაგეზი. ასევე ვერ მოგწევს მოსვენებას ვერც საქართველოში, მით უმეტეს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ადგილი უკავია, საქართველოს განსაკუთრებული სულიერი ადგილი უკავია მთელი დედამიწის მიმართ. ხო, ნელ-ნელა უახლოვდებით, თუ ამას ნელა ქვია, გზა გამყოფს. ბოლოს და ბოლოს ღიად უნდა გადავწყვიტოთ და ღია ტექსტებით არის ყველაფერი გამოვლენილი და მიკიბვა და მოკიბვა ამ შემთხვევაში ეს მწიგნობრული დაკარგული საუბარი და სიტყვებში ჩაპარული და ჩაკარგული მდგომარეობა არაფერს იკეთეს არ გვაძლევს და ღიად უნდა ითქვას, იმიტომ რომ ვითარებაც ძალიან გახსნილია და ცალსახა, ანუ რას გულისხმობ? ევროკავშირში აშენდა სოდომი. ნუ რატო სოდომი? იმიტომ რომ ისტორიულად თუ კი რაიმე გაგვაჩნია. მაინც სიტყვა, როდესაც რაიმეს ვარქმევთ რაღაც ახალსა რა, გარკვეულწილად იმ ნაცნობი ძველიდან ვიღებთ ხოლმე. შეიძლება რაღაც ახალი ტერმინიც შევქმნათ. ახლა ჩვენ ხო უკვე ვასწრებთ მე მგონი თვით დასავლეთელებს ამ
ინგლისური და ლათინური ტერმინებით ისეთ ახალ სიტყვებს და მცნებებს ქმნით, რომ თავბრუს ვახოთ მთელ ევროპას. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვცხოვრობთ დღემდე და ინერცით კვლავ აღწევთ. მოკლედ რო ვთქვათ, ისტორიულად და რელიგიურად და სულიერად, აი რაც ევროპაში კეთდება, ასეთი ზუსტად არის სოდომი. ჩვენ ისტორიულ მეხსიერებაში სულიერად ასეთი რამ დევს და ევროპაში შენდებოდა და აშენებული იყო სოდომი. ერთი ნაწილი ოსტატურად ამას თვალს ვარიდებდით, თავს ვარიდებდით. ახლა ჩვენ საგანგებოდ ჩაგვაგდეს ამ გაჭირებულ მდგომარეობაში, ჩვენ წარმოვადგენთ, არა მარტო საქართველოს, წარმოვადგენთ იმ ცივ ომში დამარცხებული მხარეს, რომელზეც გამარჯვებული მხარე გაბატონდა და დამარცხებული მხარე, როგორც თავისი ნედლეულით, თავისი გონებრივი ფიზიკური შესაძლებლობებით, ფაქტიურად ვიახელით და მონურ შრომას ვეწევით. მათ ვემსახურებთ, ხო? ესე იგი ევროპას, ესე იგი დასავლეთის იმ გამარჯვებულ მხარეს. და ფიზიკურ გადარჩენაზე გადიოდა გარკვეული პერიოდი. აქ ყველაფერი გაჩერდა და იქ რო თავი გადაგვერჩინა, დოლარი იყო საჭირო, ევროს შოვნა იყო საჭირო, რაც არსებულ უკმაყოფილების შოვნა იყო საჭირო და ძალიან ბევრ რამეს თვალი მოუხუჭეთ. თან ერთდროულად არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ხალხი ხელმეორედ შემოbrunდა სულიერებისკენ, მიუბრინდა რწმენას, ტაძრებს, დავიწყეთ ახალი ტაძრების მშენებლობა. ის თუ ათეისტური ქვეყანა იყო და თავის კანონები ჰქონდა, ათეისტური კანონები ჰქონდა, სხვა იმაში გადაველით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სოდომი თვალნათელი იყო, თვალს უხუჭავდით, იმიტომ რომ ევროპაში გამარჯვებულ მხარესთან მონური შრომით შესაძლებელი იყო თავის გატანა, ოჯახის გადარჩენა. აი დღეს დღევანდლამდე მთელი რიგი პოლიტიკური პროდასავლური გაერთიანებები ასე ამბობდნენ, რომ ეს ნეობრივი საკითხი იქ სულაც არ არის, რასაც ჩვენს ნეობრებს ვეძახით. იქ სულაც არ არის მთავარი საკითხი, ჩვენ განგებ, არსებული ხელისუფლება თუ რაც მარგინალური ჯგუფები განგებ ცდილობენ არაფრიდან შევქმნათ ქარიშხალი, ვითომ იქ რაღაცა ისეთზე ჩვენ გვაძალებენ, გვაიძულებენ, ეს ყველაფერი ტყუილია, მოგონილია, ევროპა არის დემოკრატია, კარგი ცხოვრება და თავისუფლება და ასე შემდეგ და არავით არის მსგავს, არა აქ ადგილი. არა და სინამდვილეში იყო სოდომი და ჩვენ თვალს ხუჭავდით იმის გამო, რომ რაღაცნაირად გადარჩენილიყავით. გადის დრო და ჯერ ერთი ღიად კუთხოვდნენ. უნდა მიგვეღო ის კანონები, უნდა ჩატარებულიყო პარადები და ასე შემდეგ. ერთი წუთი გახა მე გავიხსენებდი, როდესაც 17 მაისს 2-3 წლის წინ გამოვიდა ჩვენი მოსახლეობა, მისი ნაწილი. ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა და ამით გადაუკეტა გზა გეი აღლუმის გარკვეული ორგიების ჩატარებას. მე მახსოვს, რომ ევროპელი ჩინოვნიკები, ელჩები, ამერიკის ელჩი გამოდიოდა და ღიად სთხოვდა ჩვენ ხელისუფლებას, უბრალოდ უბრძანებდა, რომ იმ ღონისძიების ლიდერები, ორგანიზატორები პასუხისგებაში მიეცა, ვინც გაბედა და ოჯახის სიწმინდის დღის ადმი მიზღვნილი ის ღონისძიება მოაწყო და რამაც ჩაშალა და ხელი შეუშალა გეი აღლუმის ჩატარებას. ანუ ამაზე ღია გამოხატვა დასავლეთი და კონკრეტულად ევროპა სადღეისოდ არის ღიად და მკვეთრად გამოკვეთილი სოდომი და ამ სოდომს აქვს თავისი კანონი, უმთავრესი კანონი და მისთვის ეს კანონი არის უმთავრესი. ეს თუნდაც იმით გამოჩნდა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ახლა სერიოზულ მას წარმოადგენს ევროკავშირის საერთო ხელმძღვანელობაში, პირდაპირ პირობა დაუყენა უკრაინას, რომელსაც ძალიან ბევრი LGBT კანონი უკვე მიღებული აქვს, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პირობად დაუყენა სწორედ ის, რომ ერთსქესიანთა ქორწილების საკითხი თქვენ ჯერ ისე კარგად არ გაქვთ მოგვარებული და ეგ უნდა მოარიგოთ. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა
უკრაინის ევროკავშირში ეს გაწევრებისა. ცინიზმის უმაღლესი გამოხატულება. ქვეყანა ჩაფლეს ომში და ეხლა იქამდეა გაჭირვება მისული, რომ ცოცხალი ძალა რესურსი აღარ გააჩნია ფაქტიურად უკრაინას და განიხილება საკითხი გასაწვევი ასაკის 18 წლამდე ქვედაზღვარის და ზედაზღვარის 60 წლის ზევით გადაწევას. თქვენ წარმოვიდგინეთ რა ხდება. ანუ რასეუბნებიან ცინიზმის მართლა უმაღლესი დონე. ორი კაციც რო დარჩეს უკრაინაში, იმათ აუცილებლად ერთმანეთზე იქორწინონ. ხო. და უყურეთ ახლა როგორ არის ამობენ რომ უკრაინა ჩვენთვის იბრძვის. უკრაინა ჩვენთვის იღუპება, უკრაინელი ჩვენთვის კვდება. და ეს ქვეყანა რო თავის რიგებში მიიღონ, მაინც თურმე კიდევ ერთი პირობა შესრულებული. ეგ არ არის საკმარის ნახევარი უკრაინელი რო წყდება უკვე. არ მოუყვებით მთელი ომის საშინელებას. ეგ არ ყოფილა თურმე საკმარისი პირობა კიდევ. კიდევ ერთი რამეა, რომ LGBT ქორწინების საკითხი ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს. ესე იგი, ეს საკითხი არ არსებობს და ამას თქვენ იგონებთო. გადის დრო და ღიად იდება უკვე. არა, ეს საკითხი ცენტრალური საკითხია არსებული დღევანდელი ევროპის. გუშინწინდელის კი არა, რასაც მივტირით და რაც ვლაპარაკობთ მე-19 და მე-18 საუკუნის ევროპაზე. დღევანდელი ევროპა ასეთი. შემდეგ ჩვენ აგვისტოს ბოლომდე მოცემული პირობა თავისთავად კი არა, ასეთი გახადეს. ასეთი გახადეს. ასეთი გახდა რა. ჩვენ აგვისტოს ბოლომდე გვაქვს მოცემული პირობა. და ამ პირობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია სწორედ ის, ოჯახური სიწმინდის შესახებ მიღებული კანონიც უნდა გაუქმდეს, სადაც აკრძალულია არასრულწლოვნებში LGBT პროპაგანდის გაწევა, აგიტაცია აკრძალულია და უნდა იყოს აკრძალული, არა რომ დაცული იყოს ოჯახის სიწმინდე, დაცული იყოს ადამიანი მოზარდი. ამ კანონის გაწევას გთხოვს. ამას ეხლა ჩვენ თვალს ვეღარ ავარიდებთ ვერც ერთი. ესე იგი ღიად უნდა გადავწყვიტოთ და თქვათ, რომ ის გზა, რაც არის ჩვენი სვლა გზა ევროპისკენ, ეს არის გზა დაღუპვისა, გზა სულიერი წარწმენის. ჩვენ ღიად ვდგებით, ან სული ქართული მართლმადიდებლური უნდა შევინარჩუნოთ, ან არა და უნდა დავთმოთ უარი ვთქვათ ქართველობაზე, მართლმადიდებლობაზე, ავაღმერთოთ ევრო, დოლარი, თვალი დავხუჭოთ და სოდომს ფაქტიურად მიუერთდეთ, თუმცა არ მიგიერთებს, გამოგიყენებს. ეგ კიდევ სხვა საკითხია. რატო არ მიგიერთებს, ან რატო ვერ მიგიერთებს. ეს სხვა საკითხია მსჯელობის. ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება, გამოცხადებულია ხელისუფლების დამხობა, ხელისუფლება რომ შესაძლებელია, ფორმაცია რომ შესაძლებელია. ამას დიდი ხანია ვითხოვთ და ითხოვს ქართველიერი თავის ხელმოწერით, 1.907.000 ადამიანი. დიდი ხანია რაც ითხოვს არსებული ფორმაციის შეცვლას, რაც თავისთავად ავტომატურად არსებული ხელისუფლების შეცვლასაც ნიშნავს. თუ კი ვინმეს უნდა რომ რამე შეიცვალოს, ვეთანხმებით, მაგრამ უნდა შეიცვალოს მართლა ისეთი რამით უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანა გადარჩეს და არა სოდომის გეგმების მიხედვით, რომ მოხდეს საქართველოს წარმართვა და რას გულისხმობთ. ესე იგი, დავდექით გზა გასაყარზე. აი ეს არის გზა დაღუპის, სულიერი დაღუპის, რომელსაც მაშინვე და ძალიან სწრაფად მოყვება ფიზიკური დაღუპას, ნუ გონია რომ იცი რა, სულს გავყიდი და ფული და ცხოვრება ხო შემრჩებაო. აჩქარებულია დრო, რაღაც ამას მეცნიერებიც ამობენ, რომ რაღაც ხდება დედამიწის შიგნით, უფრო სწრაფად იწყებს ღეღამური ცვლილება, უფრო სწრაფად ბრუნავსო და ეს ჩვენი დრო მართლაც რაღაცით განსაკუთრებულიაო. ეს ჩვენი ათეისტური მეცნიერული მთელი შემადგენლობაც ამ დასკვნებამდე მიდის სადღეისოდ და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ძალიან სწრაფად მოყვება ფიზიკურშიც ქვეყნის განადგურება. სულის გაყიდვის, გაყიდველური ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ძალიან სწრაფად დაიღუპება ქვეყანა. და რატო?
მიდის გამოუცხადებელი მსოფლიო ომი, ვინ ჰიბრიდული დავარქვათ, რაც კიდე დავარქვათ, ბევრჯერ გვიტყვი, ეს არის ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის უპირველეს ყოვლისა, ზოგადად და უფრო ფართო გაგებით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დიდი მსოფლიო ჯახი მიმდინარეობს და ამ მსოფლიო ჯახში თუ სწორედ გზით წავართ ჩვენ მისიას აღვასრულებთ ქართველები, მით უმეტეს რა, უნდა გამოიკვეთოს ახალი მომავლის გაცილებით მაღალზნეობრივი ჰუმანური ცხოვრების წესი, ხო, ანარა და ამავე ჯახმა უნდა დაამთავროს ყველაფერი რა. ხო, და ეს ჯახი გადაჭიმულია მთელი დედამიწის მასშტაბით. ნუ ამ ჭიდილში ხან ერთხელ ესაა გარკვეული წარმატება ფრონტის გარკვეული მონაკვეთზე, ხან მეორე მხარეზე. ბოლო პერიოდში ამიერკავკასიაში დასავლეთმა საკმაოდ ირანის მიმართულებით მართალია თვითონ გამარჯვებათ იწერენ, მაგრამ შეიძლება ამის განხილვაც ირანის მიმართულებით ისე ვერ წაუვიდათ საქმე როგორც უნდათ. ვერც ირანი გამოვიდა გამარჯვებული ამ შემთხვევაში, მაგრამ მით უმეტეს დასავლეთს არ წავიდა საერთოდ ომში გამარჯვებულის გამოლენა ხდება დასმული ამოცანების გადაჭრის ხარისხით და პროცენტულობით. ეხლა რამდენად გადაჭრა ყველა მისით იქ. მოდი მაგ რო არ წაგვივიდეს ისევ ირანის საკითხების განხილვით, ამიერკავკასიაში შემოვტრიალდეთ და ამიერკავკასიაში საწინააღმდეგო მდგომარეობა გვაქვს. სომხეთში მოხდა გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა, სომხეთმა ფაქტიურად ჩააბარა ყველაფერი, რაც შეეძლო ჩაებარებინა. აზერბაიჯანი წინა ფლანგზე გამოიყვანეს, ჩვენ რო გვეგონა რომ ეს დამოუკიდებელი პატარა, მაგრამ ძლავრი დამოუკიდებელი ბრძენი ქვეყანა თავის მეთაურით და ასე შემდეგ. ეს დრო ისეთია რომ ეს ფლათ ასე არ არის, ფაქტიურად ვლინდება ამიერკავკასიიდან რუსეთის გაძევების გეგმა იწყებს სამუშაობას, ჩართეს უკვე ორი რესპუბლიკა, ყოფილი რესპუბლიკა უბრალოდ, სომხეთი, აზერბაიჯანი ეს არის ერთი ხაზი უკვე ამიერკავკასიის რუსეთთან გაძევის გეგმაში, აზერბაიჯანი მოწინავეს როლს ასრულებს, ამიერკავკასიიდან რუსეთის გაძევება შემდეგ ეს წდება უკვე შუა აზიის საკითხებს. აქ ჩართულია ვიცით, ყველა ვიცით თურქეთი, დიდი თურანის შექმნის პროგრამა, პროექტი უკან ლონდონი უდგა, აქვე ერევა ამერიკა, გამოვიდა ხმა უკვე დიდი მსჯელობისაგანია. ზანგეზურის დერეფანმა ამოიწია, ზანგეზურის დერეფნის თითქმის 100 წლით ამერიკელებზე გადაცემა და ასე შემდეგ. მოკლედ რო თქვა, ფრონტის აიმხა, რო შევაჯამო, მოკლედ ამ დიდ გლობალურ საკაცობრიო დაპირისპირების კავკასიურ ეპიცენტრში დროებითი წარმატება აქვს დასავლეთს ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა შევხედოთ და განვიხილოთ ეს როგორც ერთიანი პროცესი, ერთიანი დაგეგმილი მიმდინარე ჭიდილი და აი აქ საქართველო უკვე ამოირიცხა და ეს განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს დასავლეთში. სომხეთიც კი თავისკენ გადაიყვანეს, აზერბაიჯანი ფაქტიურად აამხედრეს, შუა აზიაზე თურქეთის გავლით და იმით გადიან. ნუ დაძაბულობა რა თქმა უნდა მოიმატებთ ჩრდილოეთიდან და ირანიდან, სამხრეთიდან. აღარ დავიწყებთ ამ დერეფნის, ზანგეზურის დერეფნის მიერ წარმოქმნილ გახსნილ ახალ კვანძზე, რუსეთის იმ შეკრულ კვანძზე, რომლის გახსნაც ძალიან რთული საკითხი არის. ესეც ერთგვარი დიდი პანდორას კუთხე იქნება მაგის გახსნა არ გახსნის საკითხები. და აი საქართველო დარჩა ერთგვარად პატარა თეთრ აუთვისებელ პოლიტიკურად არადერთხელ საქართველო ყველაზე მეტად იყო ჩაფლული და ჩართული, ყველაზე მოწინავე იყო დასავლეთის ყველაზე უფრო მახვილი ვექტორი იყო საქართველო და ქართული მთავრობა თავის დროზე. მედროშე ვიყავით, ფერადი რევოლუციის მედროშე ვიყავით და დღეს შეიქმნა ასეთი მდგომარეობა. რამ შექმნა ეს მდგომარეობა და როგორ მართლაც საკვირველია, იმიტომ რომ ისევ ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ ვექტორში იყვნენ ჩართულები, ერთი შეხედვით ეს ესია, მაგრამ მოხდა რომ საქართველო ამ შემთხვევაში გამოაკლდა ამ საერთო დასავლურ
ფერხურს და ეს კიდევ უფრო მეტად აგიზიანებს დასავლეთს, ამიტომ არის რომ დაგვიყენა ძალიან კაცრი პირობა აგვისტომდე. რომ ასევე დაყენებული აქვს პირობა რუსეთსაც, ცოტა სხვა იმითაა განსახილველი, მაგრამ ეს დიდი დაპირისპირება მაინც რუსეთ გარეში არ ხდება და რუსეთი თავარი დაპირისპირების ეპიცენტრი ჩინეთთან ერთად რა თქმა უნდა. ადგილობრივი არჩევნები ვიცით რომ არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებით, რა თქმა უნდა ეს პოლიტიკას არ შეცვლის პირდაპირ თვალსაზრისით ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეს ადგილობრივი არჩევნებიც უკვე წინასწარია გამოცხადებული პოლიტიკური მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ ხელისუფლება, რომელიც დასავლური პოლიტიკას არ შეესაბამება თავისი პოლიტიკური კურსით და ის ძება სწორედ აღნიშნა, რომ რაზეც თვითონვე აქვს ხელი მოწერილი, მართლაც მის წინააღმდეგ მიდიან, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია და ნატოს პოლიტიკა შეთვის გამანადგურებელი არა და ხელი გაქვს მოწერილი, რომ მასთან უნდა იყო ინტეგრიტე შეერწყა და მისი ნაწილი უნდა გახდე. აი იმის ნაწილი რო ხდები, იმას ისეთი მიზნები აქვს, რომ შენ განადგურდები. რატო აწერდი ხელს? როცა ხელს აწერდი და როცა იქით მიყავდა ქვეყანა, ხო არ ღვევდი 1,907,000 ადამიანის ხელმოწერით გამოხატულ ნებელობას. იქნება არ იცოდე რაზე არის. კარგი, ღმერთი არ გესმის ამ კუთხით დავინახოთ და ღმერთს აქ რა უნდა აქ ჩვენა ვარ თუ გავიძახით არა? რა შუაშია პოლიტიკაო და რა შუაშია ღმერთიო, ხო და ნუ ზოგადად ღმერთთაც ვიცევდი, იმიტომაც მიდის ჩვენი საქმე ესე. კი ბატონო, მაგრამ როდესაც ამობდნენ სხვებიც ხო, პირდაპირ კონსტიტუციაში წერკაც, რომ იქნებ რაღაც ისე იცვლებაო, მე სად მიდიხარ? საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ გექნება და ის იშვიათი ხილია და მით უმეტეს ამის მერე ამ ხილის მიმთმევი პოლიტიკური ძალა ჰორიზონტზე უკვე აღარ ჩანს. ვეღარ გექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაშინ რა გამოდის შენ ხო შენი თავი ძალით მიაჯაჭვე ისეთ რამეს, რომელმაც მერე შეიძლება დაგუპოსო და ფაქტიურად რაც ხდება რა. ხო. ისეთი გეზი აიღო დასავლეთმა, რომ შენ მაშინ შენს მიერვე ჩაწერილის წინააღმდეგ უნდა წახვიდე და ასე შემდეგ. ნუ ასეა თუ ისია ეს ადგილობრივი არჩევნებიც კი გამოცხადდა ამ ხელისუფლების დამხობის თარიღად, ზოგმა უკვე იჩქარა და პირდაპირ 4 ოქტომბერივე გამოაცხადა დამხობის დღე. პატარაზე დაობენ რომ ასე არ უნდა გვეთქოს შეიძლება და ხანგრძლივი გამოდგეს ეს ჩვენი ბრძოლა, მაგრამ შედეგი უნდა იყოს ერთი, რომ კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღადგინონ, იმიტომ რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც აღალატობს იმ ხელმოწერილ დოკუმენტს და საკონსტიტუციო ჩანაწერს და არ უდგება დასავლეთს და არ ექვემდებარება ისე როგორც ითქვა. რა? ესე იგი ერთის მხრივ პოლიტიკურ ნაწილს ჯერ ერთი ქუჩის გამოსვლები არ გაუჩერებიათ, პოლიტიკურ ნაწილს უკვე წინასწარი აქვს გამოცხადებული რასაპირებენ, წინასწარი აქვს დადებული პირობა ევროსაბჭოს, ევროკავშირს, რომ სექტემბრისთვის ჩვენ უკვე პასუხი უნდა გქონდეს, იხევს თუ არა ხელისუფლება უკან, აუქმებს თუ არა თავისი მოქმედ მიღებული კანონების მოქმედებას. ესე იგი რკალი იკვრება. ამავე დროს ძალიან პომპეზურად და ღიად და გამაღიზიანებლად ჩატარდა ნატოს სწავლება პარტნიორ ქვეყანასთან, აქ რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა ჩვენს ტერიტორიაზე. რუსეთის ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის საწინააღმდეგოდ ფრიად გამომწვევი იყო ეს აქციელი, თუმცა ხელისუფლებამაც გარკვეული ლავირებით უპასუხა, თვითონ არ დაესწრო, თუმცა ეს ლავირებები და გაძრომა, გამოძრომები ბოლოს და ბოლოს ყლუფისკენ მიდის, ხაფანგში ებმები მაინც და ჯობია რაზეც ხელი აქვს მოწერილი საზოგადოებას, რაზეც ჩატარებული აქვს რეალობები, ამ საკითხების ღიად გამოტანაზე დროით გადავიდეთ, რომ არ გვიწევდეს გაერო შტაბ-ბინაში კენჭისყრის დროს ტუალეტში გასვლა, ან ლიფტში გაჭედვა, თავის არიდება, ან სხვაგან გაქცევა და აღარ არ იქნება საჭირო. ხო, კარგად წამოჭერით ჯემალი ის საკითხი, რომ მანამდე შეჯახება დაიწყებოდა და მანამდე დასავლეთი ჩაერეოდა უშუალოდ ინგლისი და მოდი ვიომოდო პირდაპირ ეთყოდა უკრაინას, რა? რას ითხოვდა რუსეთი? რუსეთი ითხოვდა ნეიტრალიტეტის გარანტიებს უკრაინისგან. ეს გარანტიები, ამ გარანტიაზე წამსვლელი ან თვითონ უკრაინა უნდა ყოფილიყო და თუ უკრაინა არ იქნებოდა, უკრაინის მამოძრავებელი დამქაშები უნდა ყოფილიყვნენ. ამაზე მისი ბრძანებლები უნდა ყოფილიყვნენ. ამაზე თანახმა. ნუ ასეა თუ ისეთი ტიპის ლავირება წავიდა, რომ არა. ამას ხაზს რატო უხსოვთ კიდე, იმიტომ რომ
აი ზოგიერთი რომ გამოხდება და წარამარა ნეიტრალიტეტს თავს ესხმის და სულელები არიან, ვინც ამას ლაპარაკობენ, მაშინ გამოდის რომ პუტინიც ხო იცით ახლა მათი დამოკიდებულება როგორია ჩრდილოეთთან და კონკრეტულად კრემლის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან. მაშინ გამოდის რომ პუტინიც და ის წრეც არ ყოფილა ჭკვათან რომ ნეიტრალიტეტს თხოვდა უკრაინას. ამის გარანტი უნდა გამხდარიყო ზოგადად მთლიანი დასავლეთი წერილობით და რაც საგარანტიო საშუალებებიც არსებობს სრულფასოვანი და ღია ის უნდა დადებულიყო. არ დაიდო პირიქით. ბრძანებლები ჩამოვიდნენ და უთხრეს არა მოდი ვიობოთ. ნუ რაღაც ფორმა მოიძებნა რომ დემოკრატია ერბავა ამ ხალხს ჩვენთან უნდა ნატოში და ასე შემდეგ რა. ახალმა სიტყვამ იცის ეს ცნობიერება მოსული, ეს სიტყვა არის მოსული, რომელიც დებს ქვეყნის მომავალი განვითარების საფუძველში ისეთ რამეს, რომ მაინდა-მაინც მათი გარანტია პირველ ეტაპისთვის ჩვენ არ გჭირდება და არ ჭირდება საქართველოს. რომ საქართველო იქნება არჩეული პოლიტიკური კურსის ერთგული გამტარებელი. ამას დებს ახალი ფორმაცია მოსულმა სიტყვამ იცის ეს როგორ უნდა გაკეთდეს და რა და რანაირად. გარე-გარე დევნაც აღარ არის საჭირო. რომ ვაკმაყოფილებდეთ იმ პირობას და ასე ლავირება და ქვემძრომული გასვლა გამოსვლები არ გჭირდებოდეს. რომ ყარად საქართველოს დარჩეს როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორპოსტი, როგორც მართლაც მშვიდობის ფორპოსტი, ჩვენ უყურებთ დაპირისპირების ველმა კავკასიაში შემოინაცვლა უკვე, მაგრამ საქართველოს ამ ეტაპზე მაინც აცდა. მაგრამ ჩვენი ტკივილი ის არის, რომ ასე დიდხანს ვერ გავწლებთ, ვერ გაძლებს. აი დამხობას უპირებენ, გამოაცხადეს, რატო? მოდი სხვა მხრივად შევხედოთ ახლა. ტრამპის მოყვანით იმ ჩრდილოვანმა მთავრობამ, მსოფლიო გამოუცხადებელმა ბრძანებლებმა, ტრამპის მოყვანით ასეთი რამ ანახეს მსოფლიოს. თუ გლობალიზაციის იმ სოდომიზაციის გზით უმდიდრესი კორპორაციების პირდაპირ ბატონობაზე ჯერჯერობით თუ არს ვამბობთ, ჯერჯერობით თუ არს ვამბობთ, ვტოვებთ სახელმწიფოებს. მაშინ ეს სახელმწიფოები რიგში უნდა იდგნენ უკანალზე რო ეამბორონ თავარ იმპერატორს, რომელიც ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების თავში. ღია თითქოს. ეს ღია თითქოს. ეხლა ვის უმალავთ, რას უმალავთ? ვიღას ვაკეთებთ, ვის ვეგებით? არ ვიცი ეხლა ჩვენც იმ 70 ქვეყნის რიგებში ვდგევართ. მაგისი ხელშესა ხორცშესხმა იყო ის რა ხელშეკრულებებზე მოაწერეს ეხლა ევროპას ხელი. კი, აი ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა და მან მივდივართ მსჯელობა სწორად მათ მივყევართ რომ მსოფლიოს დასანახად ეს გაკეთდა კიდევაც. აი როგორ უნდა იდგნენ რიგში და როგორ უნდა იამბორონ მას. როგორ ტიპის ხელშეკრულება დაიდო. 750 მილიარდის თხევადი გაზი უნდა შეისყიდოს ამერიკისგან. თვითონ ამერიკელი ექსპერტებივე ამბობენ რომ ამერიკელებს უბრალოდ ჩვენ ამდენით გაზი არ აქვს. რა უნდა მივყიდოთ? მაგრამ ხო ჩაიწერა. ევროპას ამდენი შესყიდვა უბრალოდ არ შეუძლია. გარდა იმისა, რომ რუსულ გაზზე საერთოდ უარი უნდა თქვას და ამობენ, ასევე სხვა ქვეყნებიდან და არა მარტო სხვა ევროპის გარეთ, არამედ თვითონ ევროპის ქვეყანა ნორვეგიის გაზის შესყიდვაზეც უარი უნდა თქვას მაშინ. ოღონდ ამერიკელების განიყიდოს ის თხევადი გაზი, რომელსაც მოიპოვებენ ფიქალების ფენიდან, რაც ხდება ძვირი, ესე იგი 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო ძვირი უნდა იყიდონ ამერიკელებისგან. რატომ? ამერიკული კომპანიები უნდა გამდიდრდნენ და იმიტომ რა თუნდა ეხლა შეელობა მეტი. ამაზე ხელსაწყობს ევროპა. 600 მილიარდი ინვესტიცია ევროპა უნდა წავიდეს და ჩადოს ამერიკაში. ესე იგი ხარკის მოხდაც და ხარკის გადახდაც არის და ასეთი რაოდენობის, ასეთი ოდენობის ოფიციალურად გაწერილი ხარკი არის. შეიძლება ალბათ ნადირ შაჰბანა რომელიმე ესეთ ჩვენს მიმართ მტარვალმა თუ მოიწადინა გარკვეულ პერიოდებში, რასაც საქართველოში აჯანყებები მოსევდა ხოლმე რა. ჩვენ ისტორიას რო გადავხედავთ. ხო, კონცერტი ამით არ მთავრდება. კონცერტი გრძელდება ამით, რომ იარაღი უნდა იყიდონ ამერიკისგან და ევროპა უნდა მოემზადოს, ევროპის ომია, უკრაინის ომი და უნდა მოემზადოს ომისთვის. თვითონ უნდა იომოს. რკინიგზები უნდა შეცვალოს ევროპამ, იმიტომ რომ იარაღის წონა აქვს მძიმე ტექნიკას და ხო ვერ ატარებს ეს არსებული სარკინიგზო ხაზები. ესე იგი
და თანაც ევროპული საქონელი რომ შევა ამერიკაში, ევროპული საქონელი კარგად არ უნდა გასართეს და 15% ტარიფი უნდა დაედოს, ეგ ევროპული საქონელი უნდა იყოს ძვირი. გარდა იმ რამოდენიმე ტიპის საქონელისა, რაც ამერიკას აწყობს, მაგალითად ფოლადი და ალომი, რაღაცები. ხო. კაბალურიც არის და კაბალური. და არადა ამერიკა და ევროპა ერთ იმაში გაიაზრება, რომ ესენი არიან ერთნი, დასავლეთი ერთია, დასავლური ცივილიზაცია ერთი მოცემულობა, ერთი დემოკრატიის სივრცეა, მოკავშირეები არიან, ნატოს წევრები არიან და ერთ ქვეყანას თუ ვინმე დაესხმება, სულ ყველა ხმალს იშიშვლებს და ასე შემდეგ. არა და ხედავთ როგორი ერთმანეთისთვის თავდადებები. ხო, თავდადებულები არიან. ხედავთ აუყურებთ კი ეს რა ხდება. ამისი ახსნაც შეიძლება კიდე რა ხდება ამის სიღრმეებში, მაგრამ ეს არის ფაქტი, რაც არის. ეხლა ეს ევროპა დაჭოქილი ევროპა, წელში მოხვდი ევროპა. სწორედ თქვა ორბანმა, რომ ეს გარიგება კი არ იყო იმ წუთში ფაქტიურად ურსულა გადასანსლა ტრამპმა. რა ევროპა კიდევ ერთხელ არის გაუპატიურებული ამ შემთხვევაში ცითური ჩვენი ყურდახრეტილი ბატონი ტრამპისტული პოლიტიკით. კიდევ ერთხელ გატაცებული, კიდევ ერთხელ გაუპატიურებული, მაგრამ ეს სოდომია და სოდომი იტანს ამას ეგუება. ახლა ეს სოდომი გვიყენებს პირობას, რომ მოკლედ უნდა გადავწყვიტოთ ძალიან მალე, ეს ჩვენ უნდა დავიხიოთ და უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რასაც ისინი მეუბნებიან და როგორ ბალტიისპირელები არიან პირველი მოკიჟინები, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენც უნდა ფრონტის ხაზი გავხსნათ და ფრონტის ხაზში ამიერკავკასიაში პირველ ადგილს უკვე იკავებს აზერბაიჯანი. რატო? იმიტომ რომ ის რო დაეხმარნენ და გაამარჯვებინეს იქ ისრაელი ედგა, თურქეთი ედგა, ინგლისი ედგა და რაღაც და მოკავშირე დაუმარცხეს სომხეთი, რაც გახდა როგორც ამობენ ეს თვითდამარცხება ჩაატარდა საგანგებოდ და ყველაფერი რუსეთის სისუსტეს მიეწერა და აბა რუსეთი რაღა მოკავშირე და ასე შემდეგ. არა მაშინ ამას ევალება შეასრულოს ნომერ პირველი ანტირუსი სახელმწიფოს როლი. დამოტეხილი ხო არ უნდა იყოს, უნდა იყოს საქართველოს ამავე საკითხში ჩართული. ეს კიდევ უფრო დაძაბავს საქართველოს ირგვლივ დასავლეთიდან არც ის არის შემთხვევითი მეგობარია აქტი ამერიკის სენატში თითქოს დაიბლოკა, შემდეგ ამ ორმა სენატორმა მოხსნა ეს ბლოკი, თვითონ აღარ დაბლოკავენ და მოკლედ პროცესი გრძელდება, რომ უფრო მეტად დასანქციურდეს და რაც მთავარია გამოაძეონ იქიდან ქართველობა სავიზო რეჟიმის გაუქმებით, უვიზო რეჟიმის გაუქმებით უფრო სწორედ და შემოუსიონ არსებულ ხელისუფლებას, ბატონურ ხელისუფლებას, არ ჩვენთვის სამართლებრივად ამ ხელისუფლებას, ჩვენც ამას ხაზს უსვამთ, იმიტომ რომ ჩვენთვის სამართლებრივი მდგომარეობის ამოსავალი არის 1,907,000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და შესაბამისი ყრილობების მიერ მიღებული დადგენილებები. შემოუსიონ იმით, რომ თქვენ აღარ გაძლევთ, იმიტომ რომ ეს ხელისუფლებაა რუსული და იმათ გაგიფუჭეს ეს საქმე და აბა ახლა მიხედეთ მანდაურობას. დაახლოებით ეს რაღაც არის გეგმაში, ეს ძალიან ცხადი ამბავია. შემოდგომაც ახლოვეა, შორი დრო არ არის დარჩენილი. ესე რომ განსაცდელი ემატება და არ იხსნება დაძაბულობა რომ მოიხსნას ის და ესე ვიმეორებთ ისაა გასაკეთებელი რაც გასაკეთებელი გვაქვს ის რომ უნდა დავაგდოთ ბოროტების გზა. ესა ზოგადი ფორმა. არსებული კაპიტალიზმი, არსებული პოლიტიკური კურსი, არსებული ლავირების, თუნდაც ეს ლავირების, ესეც ამ ბოროტების ჩარჩოდა ვერ გაგვიყვანს და ეს აგო გადასაწყვეტი და გასაკეთებელი პოლიტიკურად რა თქმა უნდა. ხო, ნუ სხვა ახლა რუსეთს დაუწესეს უკვე 10 დღე, არ ვიცი რამდენი დღე გადარჩა. რა ეშველება, ნუ რაღაცა რა თქმა უნდა მაინც არის ჩაფიქრებული. ყველა ქვეყანას აუკრძალოს, ან ყველა ქვეყანას დაუწესდეს. ახლა ნუ ბაიდენის პოლიტიკა როგორც იყო, ეს მოიყვანეს, თქოს ტრამპს უნდა მოეტანა მშვიდობა და მე რო ყოფილიყავ ეს ომი არ დაიწყებოდა და ასე შემდეგ რა. 1 საათში დავამთავრებ და თუ 1 საათი ნახევარწელზე მეწყას გრძელდება, ვერ არის კარგად ჩვენი საქმე. ხო, შემდეგ ეს ამერიკული იმპერიალიზმი სოფლიოს სათავეში ღიად უნდა შეაჯანჯღაროს მაშინ ეს ქვეყნები.
პირდაპირ უნდა დაადოს სანქციები, ასე ვთქვათ და ყველა ქვეყანას უნდა დაადოს დიდი და მსხვილი ტარიფები, რომელი ქვეყნებიც არ შეწყვეტს რუსეთთან ვაჭრობას, ურთიერთობას და ასე შემდეგ. უნდა რუსულ ნავთობს არავინ არ უნდა გაეკაროს, არ უნდა ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობები. მოკლედ სრული იზოლაციის მოთხოვნაა ფაქტიურად წამოყენებული და თუ რუსეთი არ დათანხმდება, აი ამ მექანიზმს ელის უსწრაფესად გაუშვებს და მოახჩობს რუსეთს. მე არ ვიცი ახლა დრამის 3 წელია გრძელდება. აქამდე რა თამაშს ჰქონდა ადგილი. თუ ეს შეეძლოთ, რატო აქამდე არ გააკეთეს? ზოგადად არ უპირისპირდებოდა რუსეთს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დასავლეთი? მაშინ ნაკლებად უპირისპირდებოდნენ, ეს მექანიზმები მათ ხელში ეჭირათ და არ გამოიყენეს? აი კითხვაა რა. გავიხსენოთ მაშინ ბაიდენის სიტყვები, მკვლელია პუტინი, მეტი რაღა უნდა ეთქვა რა, პირველ პირს. ესე იგი დაპირისპირების დოზა მეტი ვეღარ იქნება ბირთვულ წესრიგებს შორის. მაშინ სხვა რაღა დიდი თამაშია, რომელიც კულმინაციაც ახლა იქნება და ახლა გაიხსნება რა. თუ ეხლა აქ რაღაც ისეთი ზესაიდუმლო გადანახული ტრიუკები, რომ ამ ტრიუკით უცებ მოაქცევს რუსეთს სრულ იზოლაციაში. ეს ყველაფერი უფრო პოლიტიკური ბანკოს თამაში, მაგრამ სადაც ერთ-ერთი დიდი მოთამაშე, წამყვანი მოთამაშე ბლეფობს. რომ მას ხელთა აქვს კარტები, რომელთაც დამარცხება შეუძლია, მაგრამ მე არ მგონია რეალობას ეს კარტი ეკავოს. და ვერც იმას ვერ ვატყობ, რომ ვის წინააღმდეგაც ეს ბლეფი გამოიყენება, მაინც და მაინც ის იბეთყავდეს ყურს. ხო, შიშიშგან წახწახებდეს და ნუ რა ვიცი, პირიქით გააქტიურება მოხდა სამხედრო მოქმედებების და ყოველდღე არ გავა, რომ რომელიმე დიდი დასახლებული პუნქტთა თელი ეს კასკადი არის ან დაიკავოს და ფაქტიურად ზაფხულის შეტევა მიმდინარეობს სრული მასშტაბებით, არ შემელებულა არანაირი რეაქცია არ მოყოლია. გამოდის ისე რომ ეს ყველაფერი ემგზავრება ზაღლიყებს ქარავანი მიდის. მაგრამ რუსეთია, მას ყველაფერი აქვს საიმისო თავს ამის უთულა მიცეს. შესაბამისი სამხედრო პოტენციალიც გააჩნია, ეკონომიკური პოტენციალიც გააჩნია, ადამიანების რესურსიც გააჩნია და შეუძლია ამ ომის წარმოება და ჩვენ ამაზე ხეს ვერ გავიწვდეთ, ჩვენ სხვაგვარი მოქმედება ვმართეთ. რა თქმა უნდა. ხო, ნუ იმათთვის, ვინც ამერიკას დასავლეთ სტრუქტურებთან თანამშრომლობას შეტრფის და გადარჩენას ხედავს ამ ყველაფერში, თუ დასანახი იყო უნდა დაენახათ რეალურად როგორ ექცევიან მოკავშირეებიც კი ერთმანეთს. როგორ მოექცა ამერიკა თავის უმთავრეს მოკავშირეებს, რომლებთანაც 1 წლის და 2 წლის კი არა, 10 წლეულობის თანამშრომლობა აკავშირებს, თუნდაც ერთ სამხედრო ბლოკში, სადაც პირდაპირ პუნქტობრივად არის გაწერილი, რომ ისინი ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავენ, თუ რომელიმე საფრთხე დაემუქრება, მეორე ქვეყანა ომში უნდა და თლიანი ბლოკი უნდა ჩაერთოს მის სასარგებლოდ ომში. ანუ სიკვდილზე წამსვლელი ჭკილო არიან თითქოს ერთმანეთის გულისთვის. ნუ აი ამდაგვარი ხელშეკრულება მოახვია თავს, რომ შენ უნდა გადამიხადო სამჯერ მეტი, ვიდრე რეალურად ბაზარზე ღირს ფული. სამჯერ მეტი ფული უნდა გადამიხადო, ვიდრე რეალურად ბაზარზე ღირს ესათვის ენერგომატარებები. და ეხლა წარმოიდგინეთ, ეს ევროპის ქვეყნები არ არის ხო რაღაც ხელწამოსაკრავი, ხა ცალკე აღებული შეერთებული შტატები შეიძლება ყველას ერთადაც აქცენტი აღემატება, მაგრამ ხო არ არის ჩვენი ტოლსტოი ქვეყნები, საფრანგეთია, ბრიტანეთია. კი. მიძინებული უშველებელი იმპერიები. ბატონო და როცა ამდაგვარად ექცევა თავის მოკავშირეებს. ჩვენ რამას გვისურვებთ. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობა ვიტყუებთ თავს და ვიქაჩებით, რომ აი სტრატეგიულ პარტნიორობა გვინდა და რა. რას მოგცემს ეს სტრატეგიული პარტნიორობა? თუ კი ამდაგვარად ექცევა ის როცა დაჭირდება თავის სტრატეგიულ პარტნიორის პრინციპში თვითმკვლელობაზე წაიყვანა. ამით ეს ნიშნავს უზარმაზარ დარტყმას
ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე. ხარაკირი ჩაატარებინა ხო. თავის ერთგულ მონას ხო, რა. ეკონომიკური, ფინანსური ხარაკირი ჩაატარებინა. ფინანსურ-ეკონომიკური ხარაკირის სახეზია. მალე შედეგებით შეეთყობა ევროპის მაცხოვრებლებს და მათ ჯიპებს. ხლა, შენ თქვი რომ ადგილობრივი არჩევნები რო შემოძრეებდეთ ქვეყანაში, იმით თითქოს და არ არის დიდი მნიშვნელობის, მაგრამ ეს არის ხოლმე ერთგვარი პლაცდარმი. კი, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით თბილისის მერი. ხო, ვისიც იქნება ადგილზე ხელისუფლებები, შემდეგ ისინი ჩაატარებენ იმდაგვარ არჩევნებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მიიღოს იმად, ვინც მათ აწყვეტ. და აქ ბრძოლა მიდის ხელისუფლების შეცვლისთვის გასაგებია, არა იმიტომ, რომ მართლაც აქ რაღაც დემოკრატია დაიღო ან რაღაც დემოკრატია არავის არაფერში არ ჭირდება და არ არის აგერ სირიის მაგალითი, მოვიდნენ ტერორისტები, რომელიც თვითონაც კი ტერორისტებად ახავდათ გამოცხადებული გარკვეულ დრომდე, მოვიდნენ ხელისუფლებაში, დასცდნენ იმ ხალხთან, მოილაპარაკეს, გარკვეულ დიალოგზე წავიდნენ, მოუხსნეს სანქციები, კარგი გასაგებია ასადი დიქტატორი იყო, კორუმპირებული იყო, მაგრამ ესენი ვინ არიან იცნობთ. ანუ შვედიურად გამონახეს საერთო ენა, ახლა ვინ და რა ვიცი ახლა ჩვენ ხელისუფლების ტერორზე და მკვლელობებზე, მასობრივ მკვლელობებზე და ქუჩაში დახვრეტებზე, ქრისტიანების თუ მუსულმანების დევნაზე ვერ ვიტყვით ვერაფერს ესეთ ბუნებაში არ არსებობს. ხალხი რომელიც თვე არ გავარო, იქ გარკვეული სისხლის კალოები არ მოაწყო და დახვრეტები ქუჩაში და ხოცვაჟლეტა, აი ამ ხალხთან შვენივრად გამონახეს საერთო ენა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თლათ ისე აღარ წავიდა იქ სირიაში საქმე როგორც ამან წარმოედგინა, თან ბოლო დროს ესეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მოსკოვში ჩამოსული და იქ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ეს რთული რეგიონიაო, გარკვეული პრობლემების გადალახვა გვიწევსო და იმედია, რომ რუსეთი ჩვენ გვერდზე იქნება პრობლემების გადაწყვეტაში. ეს დიპლომატიური განცხადება ამის უკან რადგან როგორად სხვა თემაა. ხო, ნუ ჩვენი ხელისუფლება ჩვენ ბევრჯერ გვითქვია და დღესაც გავიმეორებ ამ გადაცემაში ვთქვი. ეს ისევე ჩვეულებრივ პროექტი იყო დასავლური მასონური პროექტი მოიყვანეს ხელისუფლებაში საქართველოშიც აი ამერიკული ყაიდაზე ორი პარტია უნდა ყოფილიყო ხან ერთი ხან მეორე ერთმანეთთან ჩაენაცვლებინათ და უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან თანამშრომლობაში კოლაბორაცია თუ როგორ ვქვია კოჰაბიტაცია უნდა ყოფილიყო ამ ორ პარტიას შორის ერთგვარად რაღაც ერთი ისტორიული მომენტი გამახსენდა გიორგი სააკარძეს და მის გარემოცვას ხელთ უარდებათ სტოვარი, რომელსაც მოაქვს წერილი, სადაც საუბარია, რომ სააკაძე და მისი გარემოცვა უნდა ამოწყვიტო და სააკაძესთან ერთად გამოგზავნილმა ხელმძღვანელმა უნდა შეასრულონ ის დავალებები, რომ რა დანიშნულებითაც იყვნენ ისინი ჩამოსულები. სააკაძე ხვდება, რომ გაწირულია ხამდეც ალბათ ქონდა ეჭვი ამაზე, მაგრამ ეს იყო უკვე დადასტურება და ამის შემდეგ დგება იმ მხარეს ხდება აჯანყება, რომელსაც საქართველოსთვის და ქართველებისთვის იმ ეტაპზე გარკვეული წარმატება მოაქვს. ხო, ასე შედგა დიდი მოურავი, კი ბატონო. კი ბატონო. დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლება. ნუ ის გამოსულმანდა ამათ მიიღეს ის სხვა წესები, რაც ეს არის დანერგილი იმ დასავლურ სტრუქტურებში და გარკვეულ პერიოდში მიხვდნენ, რომ გაწირულები დღეს უკვე მიხვდა აღარ ჭირდება, ღიად არის გამოცხადებული დამნაშავეება, ღიად ემუქრებია, რომ გასამართლდებიან, ქონება ჩამოერთვიოთ, დღეს უკვე დამალული აღარ არის, მაგრამ აი პერიოდზე მაქვს საუბარი, როდესაც ხელისუფლება ერთგვარად შეანელა იმ ნაბიჯების გადადგმა და შემდეგ საერთოდაც გააჩერა. და ეხლა ის დროა, როდესაც ხელისუფლება უნდა გადაწყვიტოს, დადგეს თავის ხალხთან, თუ იყოს აი ამ მდგომარეობაში, რა გადარჩენის შანსი აქვს
ამ მდგომარეობაში რამდენ ხანს შეინახავს თავს ხელისუფლებაში და რამდენ ხანს გადაირჩენს თავს. ერთადერთი გამოსავალი მისთვისაც არის დადგეს ქართულ ხალხს და რაც გულისხმობ, დადგეს იმ არჩევანთან, იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ქართულ ხალხს ხელმოწერით აქვს დადასტურებული. ეს არის ამ ხელისუფლების ერთადერთი გამოსავალი. თუ უნდა რომ იურიდიულად, სამართლებრივად თავი დააღწიოს ყველაფერი იმაზე, რაც მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლებებისგან და რაზედაც თვითონაც მოაწერა ხელი. ამ ყველაფრის ბათილად ცნობა და გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ ყრილობის დადგენილებების არის შესაძლებელი, იმ დადგენილებებით, რომელიც ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის ხელმოწერით გამოხატულ ნებას. აი ჯემალი დიდ მოურავობის გვირგვინთან ასე შეიძლება მივიდეს მხოლოდ. კი ბატონო, და რომ ეს დროებითი იქნება. იმ მომენტში შეიძლება ყოფილიყო ანტიგმირი, მაგრამ მე გახდა გმირი და ეს გმირის წოდება სრულიად სამართლიანად მიიღო, იმიტომ რომ იმ პერიოდში რეალურად არც არსებობდა სხვა ძალა, ვისაც შეეძლო ასეთი ორგანიზება და წინ წაძღოლა იმ გამარჯვებისკენ, რომელი გამარჯვებას ქართულმა ამ შენაერთებმა, როგორ გითხრათ, ერთობამ უпростоრად მიიღო იმ პერიოდში. დღეს გარკვეულ ანალოგიას ვხედავთ და გარკვეულ გზავსებას ვხედავთ. არის შანსი, რომ ამ გზით წავიდეთ და არის შანსი, რომ წავიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების და სამოქალაქო ომის გზით. რომელსაც ღიად გვიანონსება უკვე დამარული დაფარული აღარაფერი აქვს. თუმცა ერთი მაინც ახალი პერიოდი, ახალი ეპოქაა და განმარტებას მივცემთ, რომ მოდი პირდაპირ გაიგებენ, იქ ერთი პიროვნება ასრულებს შემკრების როლს, კოალიციას ქმნის. თავის ყოფილი მოწინააღმდეგეების და მომხრეების კოალიციას ქმნის და ხდება ისე მე როგორც ხდება მაშინდელი მოწინააღმდეგე იმპერიის საუკეთესო სამხედრო ძალების განადგურება და საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს გაქრობის გეგმის ჩაშლა. ახლა ასეთ პიროვნებად ვერც ერთი ვერ მოვიაზრებთ ვერავის და ვერც ერთ პარტიას ვერ მოვიაზრებთ. ესე იგი, რაც მაშინ ერთმა პიროვნებამ ითამაშა გარკვეული როლი, გარკვეული მონაკვეთი ჩვენი ისტორიის გარკვეული მონაკვეთი. ახლა სასწორზე ძალიან დიდი რამ თქვა, წარმოუდგენლად დიდი რამ თქვა. წარმოუდგენლად დიდი მომავალი, წარმოუდგენლად ამ დიდი მომავალის მოსპობა და ჩვენი შემკრები უნდა იყოს მოსული უფლის სიტყვა და გამაერთიანებელი. და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, როლი ფაქტობრივი ხელისუფალების არის ძალიან დიდი და თითქმის მაპატიო ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა, მაგრამ ამ დიდი ეროვნული საკითხის გადაწყვეტაში ხელისუფლების როლი მეტად დიდია. თითოეული მათგანის როლს აღემატება. ყველა მაპატიოს არავინ მაღლა არ გვინდა დავაყენოთ, მაგრამ თუ გადაწყვეტა ხელისუფლების მონაწილეობა ამ საქმეში იქნება გადამწყვეტი მოსული უფლის სიტყვის მოთხოვნების აღსრულება, შესრულებაში და ქვეყნის ცხოვრებაში, რეალურად გატარებაში. ხელისუფლების როლი იქნება ძალიან დიდი. ესე რომ ჩვენ ახლა ვიცით, რომ საზოგადოება დაყოფილია ოცნების მომხრეებად, მის მოწინააღმდეგეებად, ოპოზიციის მომხრეებად, მის მოწინააღმდეგეებად და ასე შემდეგ. 300-ზე მეტი პარტია ყველას წინააღმდეგ, ან გარკვეული ჯგუფები ერთად არიან და ისიც დროებით არა, რაღაც ასეთი არეული მდგომარეობა. ჩვენი შემკრები უნდა იყოს მოსული უფლის სიტყვა და ეს საგვიყვანს ისე დიად გამარჯვებისკენ, რაც არ გვინახია, არ გვახსოვს ისტორიული გახსნილობაში წარდევს. მიახლოებით შეიძლება ვიმსგავსოთ დიდგორის ბრძოლას მაგალითად. ისიც მიახლოებით, იმიტომ რომ ის ბრძოლაც მაინც გამოიხატა თავისთავად ცხადია ფიზიკური შეჯახებით, ფიზიკური ომით, ხოცვა-ჟლეტით. ასე გადაწყდეს იყო დიდგორი, ფიზიკური დიდგორი ომი, ხო? აქ სხვა ტიპის ომზე, სხვანაირად შეიძლება გაიმარჯვა. და ეს იარაღი გაქვს მოცემული. ნუ თუ არა და აი კალი იკვრება და უფრო მეტად უჭერს ქვეყანას. მაგრამ აი მაინც რა არ მინდა იმ ხას გადავწდეთ რა და ეს მინდა რომ კარგად გვახსოვდეს და კარგად შევხედოთ ამბავს რომ რაღაც ის მეშვეობით მაინც ისე ხდება რომ საქართველოს გამონაკლისი ეგ აღიზიანებს იმათაც
სწორედ ესეა, კარგი შედარება მოიყვანა ჯემალი რომ ხო, სააკაძე გამოგზავნილი იყო იმ ყველა მხედართმთავართან ერთად, რომ შაქის პოლიტიკა უნდა გაეტარებინა და საქართველოს უნდა აელაგმა. უკვე კონკრეტულად ქართლის კახეთთან ერთად. ბოდიში ხსარავ დამავიწყდა ვიღაცას ეს რაღაც შიშის იმათ არ მეიღოს სააკაძე ფიზიკურად დაისაჯა ნაბიჯისთვის მაგრამ დღეს სხვადობა სხვა ეპოქაა სხვა ნაბიჯის გადადგმა მოითხოვება და არავისგან შვილის ანუ სხვა სახის მსხვერპლის გაღება არ მოითხოვება პირიქით ეს არის ერთადერთი გზა რომ ყველა მშვიდობიანად გავიაროთ აი არიან ქვეყნები ხლა იმას 18000 კილომეტრზე შეუძლია გაისრულოს რაკეტა რომელსაც ბირთვული ქობილის წარება შეუძლია მეორეს 15000 კილომეტრზე შეუძლია ამას ბალისტიკური რაკეტები აქვს იმას ესაა იმას წყალქვეშანავები აქვს ჩვენ არაფერი არ გვაქვს ჩვენ ორი ჟანგიანი ტანკი გვაქვს ერთი არ დადის მეორე დადის მაგრამ არის ფერმალე ჩერდება ხო ნუ მიუხედავად იმისა რომ ომში მიგვათრევენ აი ეს არის ჩვენი სამხედრო პოტენციალი და სამაგიერო ჩვენ ხელთ გვაქვს უმძლავრესი იარაღი რომელიც ღმერთმა მოგვცა ეს არის უდიდესი ლამპარი რომელიც აი ამ ჩამობნელებულს სოფლიოში სადაც მართალი სიტყვა არ გადის აი მართლა ჩალით არის დახურული ყველაფერი და ბნელა არ ჩანს სიმართლე და არც ნათელი წერტილი არსად არ აჩანს აი ამ უკურში შეგვიძლია რომ აი ამ ლამპრით პირველ რიგში ჩვენ გავიყვანოთ გზა სწორი გზით ვიაროთ ფეხი არაფერს წამოვარტყათ გეში არ გადავარდეთ არ გადავიჭერთ არ დავიღოთ და მე აი ამ ლამპრით განათებულ გზაზე უკან შეგვიძლია დანარჩენების გავიყოლოთ იმ მშვიდობიანი გზით აი ეს არის ჩვენში მე მგონი ყველა იარაღზე უმთავრესი და უმძლავრესი იარაღი ვიკავია რომელიც უფლისგან არის და ამის გამოყენება გმართებს და მე მგონი ახლა დროა დავიცაც ვაცაროთ ისე ხდება ხოლმე რომ ჩვენ წავიდეთ დროს და ამას დროს არ უტოვებთ და იმიტომ რომ უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ახლა დავით რას გვეტყოდი და მე უცებ ბევრს არაფერს არ მოგახსენებთ გამარჯობათ პატრიცემულო მსმენელებო ყველაფერი ითქვა კარგად დღევანდელ თემებს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით და ვიდა აღნიშნო აუცილებლად ყურადსაღებია ის რომ რაც უფრო გადის დრო როგორც საქართველოსთვის ისევე მთელ მსოფლიოსთვის ძინდება მდგომარეობა დაძაბულობა მატულობს და აქედან გამომდინარე ჩვენო მსმენელო არ უნდა გქონდეს არც დასავლეთის არც ჩრდილოეთის ნუ ახლა დღეს დასავლეთზე იყო ძირითადად საუბარი ეს ევროპა იქნება ამერიკა ხედავთ თვითონ ამერიკა რა დღეში აღენებს ევროპას და ჩვენ რა დღეში ჩავაგდებენ ამ პატარა ქვეყანას თავიანთი მიზნების მისაღწევად და თუ იმასაც გავითვალისწინებთ თუ მათ უკან არამხელა შაობნელი ძალები დგანან და ერთადერთი გზა კიდევ და კიდევ აგერ თავბრად პროვინციებს არაერთხელ ამის გამეორება რომ არ ვიცი ისე უნდა იყოს რომ ვისაც მოეთხოვება ეს ვინაც იცის მით უმეტეს და ყველა ქართველმა როგორც 2-2-4 ასე უნდა იცოდეს რა არის ჩვენთვის დღეს გადამრჩენელი არაერთხელ ახსენეთ და კიდევ ვიტყვი და დავამატებ რომ ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით არც რუსეთის მონობა არც ამერიკის ევროპის თუ რა რომელიმე ნებისმიერი ხო დღევანდელი მოკავშირეობა რასაც ნიშნავს დღეს განვიხილეთ და ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაცული იქნას პრინციპი რომ საქართველოში წარმოშობით ქართველი არის მასპინძელი და არა ქართველი არის სტუმარი და საქართველოს განაგებს ქართველი ერთიანი ეროვნული დემოკრატიის დემოკრატიული იდეოლოგიის საფუძველზე აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ეს არსებული დრომოჭრული მევახშური კაპიტალისტური სისტემა სრულიად განსხვავებული სრულიად ახალი მართვის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემით რომელიც აგებული იქნება ღვთაებრივი სამართლიანობის პრინციპებზე ჭეშმარიტად ქრისტიანულ მორალზე ეროვნულ წესჩვეულებებსა და ტრადიციულ ფასეულობებზე და არანაკლებად უნდა იყოს გათვალისწინებული ის ეროვნული საკუთრება რომელიც არც ერთ სოფლიოს და კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ ქვეყანაში არ ქონია მას მსგავსი რაც ბატონმა აკაკიმ გვასწავლა ჩვენ
გითხრა და აი ამის შემოღება აუცილებელი, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავის ისტორიულ ტერიტორიულ ფარგლებში თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით და სხვა სულიერ მატერიალური ფაქსეულობებით ქართველი ერის საკუთრება და მისი ყიდვა გაყიდვის, გაცემა გასხვისების უფლება არავის არ აქვს. ეს გაცემული, გასხვისებული უკანა დაბრუნდეს თავის წართმეული ტერიტორიებით და ეროვნულ საკუთრებად გამოცხადდეს. და გარედან ჩვენი ხსნა სიზმარი ამას ადრე გვეუბნებოდა უფრო ბატონა გაგიზიადრე ეს მე-19 საუკუნის დასასრულს ითქვა ჩვენი დიდი ილია ჭავჭავაძის მიერ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და გარედან სიზმარია ჩვენი ხსნა არც ერთი არავისგან და 28 წელი კიდე მე კარგად ვიცი ყველამ, რომ უდიდესი მნიშვნელოვანი, აი უმნიშვნელოვანეს არგუმენტებზე და ფაქტებზე დაყრდნობით დაგვასწავლა მოგვაწოდა ეს ცნობა და თავადაც ამბობდა ბატონი აგერგი ჩემით არაფერს არ ვსაუბრობ, ჩემით არაფერს არ გელაპარაკები, თუ მე უბრალოდ ვალდებული ვარ, ჩემ ვალდებულებას ვიხდიო უფლისგან, კოსმოსიდან რაც მივიღე ეს ცნობა და ცნობიერება, თქვენთვის გადმომეცავ. და ვალდებული ვიყავი ამისთვის. ყველაზე დიდი წინააღმდეგი ვარ, რასაც ამბობდა ხოლმე, რომ ვერ წარმოვიდგენდიო რამდენად დიდ წინააღმდეგობაში ვიყავი მე, რომ ეს მე გამეცხადებინა, როგორი იყო აი ეს თქმა, აი ამ და ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა. და მე რა ვიცი ახლა იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლება მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული დღეს და იმედი ვექნება მისი კეთილგონიერების, რომ არ გაივლიან იმ შავბნელი ძალების და იმათ მოწოდებაზე იმათ და აქეთ უფლის სიტყვისკენ შემოტრიალდებიან. რაც იქნება გადამრჩენელი არა მარტო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავალი თაობის და ასევე მათი ოჯახების, მათი მომავალი თაობის შვილების, შვილიშვილების, არამედ მთელი კაცობრიობის გადამრჩენელი. აი ამის სპეციფიკას კახა ბოდიში უნდა მოგიხადო პრინციპში მე შენ სიტყვა გადაწყვეტინე იმ მოსაზრებით, რომ სიტყვა არ გაგრძელებოდა და ისე არ გამოსულიყო, რომ ჩვენ დრო ამოწურულიყო და დავითისთვის არ მიგვეცა რამოდენიმე წუთი. ამისთვის ბოდისი თუ ახლა რადგან უკვე დავითმა თავისი თქვა და თუ კი რაიმე მოკლედ შეგიძლია დაასრულო და მე დავამშვიდობოთ ჩვენ. კი ბატონო, რაც ვერ ვირწმუნეთ, დავით, კაცის პირით ნათქვამი ვერ ვირწმუნეთ, ვერ მივიღეთ, მაგრამ თუ ის ჟამია, რასაც ლაპარაკია, რასაც მეორედ მოსვლა ქვია, ვირწმუნებთ, ვერ ვირწმუნებთ, ეს მაინც მოხდება და მიმდინარეობს. ოღონდ რაც უნდა ვირწმუნოთ, ანუ რაც უნდა გავაკეთოთ. ხო, მაშინ უნდა დავინახოთ, რაც არის. თითის ჩასაყოფი კი არა. აი უკვე შიგ ჩასავარდნი მასალაა. რა უბრალოდ თითი კი რომ არ ჩაყარა, შიგ ჩავარდე, დაცხედავდნენ და კვალს ეძებდნენ. ჯერ კიდევ ესეთ პოზიცია გვიჭირავს რა. აი თუ დაცვე ხარ წასული, დაც თვითონ ხედავ კვალს რაღაც უნდა ძებნა რა. აი ზუსტად ეს მდგომარეობა. და ეს არის ის დრო, როცა ყოფნა არ ყოფნის საკითხები ხდება, აღარ მოვაყოლებ იმას რა არის გადარჩენის საფუძველი და საფუძველი, თუ ის ბნელი ძალა, ეგნელი ძალაც უნდა ყოფილიყო, აქეთ უზარმაზარი ნათელი ძალა გვიდგა, მაგრამ თვალით ვერ ვხედავთ, ჩვენ აქეთ გამოხედვა არ გვინდა, მაშინ საქმე აქ წვენი საკითხებია. და კიდევ ერთი ხელის ჩასაყოფი მასალა ხო თითის კი არა, რო ეს ჟამია. წამყვანი პირების საუბარი მსგავსება უკვე ქუჩაში მოჩხუბარი ხულიგნების საუბარს. უფრო სწორედ, ქუჩაში მოჩხუბარი პატარა მამლაყინძა ზუსტად აი მედვედევის და ტრამპის მაიკლს ზუსტად მაგას ხო აი ამ ქუჩური მაშიც კი საკუთარი სიტყვის მოზომვას ახერხებენ და ცდილობენ ყოველ შემთხვევაში ეს პატარა ბიჭები ქუჩურ ტერმინოლოგიაში რაღაცა ისე არის სიტყვა მეტად ფასობს აქ საერთაშორისო არენაზე დაიკარგა ერთი მეორეს უკლეს ეძახის ხო ვითომ მოიცილეთ თითქოს და ეს კაცი რომელიც
ავიწყდებოდა და ტკივებზე იქცეოდა რა თქოს მოგვაცილეს. აი მეორე მშვიდობის მტრედი მოგიყვანეს და უკვე ქუჩურ ხულიგნურშია. ორი წყალქვეშანავი გავაგზავნე შენ სიტყვებზე რა ასე სიტყვა არ შეგეშალოთო არ მინდა ეხლათ ისე მომივიდეს. არავის შეგეშალოთო თორემ მოკლედ მთელი რისხანება წამოვა და ახლა ეს რომ ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური რუსეთთან ბირთვული დაპირისპირების ეს ხო აბსურდი და სიგიჟია. ესე იგი ჩვენ მზად ვართ ყველაფერი დავღუპოთ და დავიღუპოთო. ფაქტიურად ეგ არის. ორი წყალქვეშანავი გამოდი. წარმოდგენა ვისაც აქ რაზეა ლაპარაკი, რა წყალქვეშანავებზეა ლაპარაკი, ის გაგზავნას. ძალიან მოკლედ. სინამდვილეში მას მერე რაც ბირთვული იარაღი შეიქმნა მასობრივი მოსპობის იარაღი და მისი მიტანის სამი საშუალება წყლით, ჰაერით და ხმელეთიდან მას მერე მუდმივად მორიგეობს როგორც ამერიკელების ახლა უკვე საბჭოეთის კი არა რუსეთის წყალქვეშა ნავები საჭირო ადგილზე რას ნიშნავს ეს მუდმივად ამას ქვია ბირთვული შეკავება მუდმივად იქ არის მუდმივად დამიზნებული აქვს პოტენციურ მოწინააღმდეგეზე თუ იქიდან წამოვა დარტყმა რომ სასწრაფოდ უპასუხოს ანუ რაც ეხლა ისეთი არაფერი გაუკეთებია ტრამპს სინამდვილეში რაც არ კეთდება უკვე ათეულობით წლის განმავლობაში ეს ეხლა კი არ გააგზავნეს ორი წყალქვეშანავი დაახლოებით 6 წყალქვეშანავამდე სამხედრო სპეციალისტების მიერ მუდმივ მორიგებს, მუდმივ მოძრაობს, მუდმივ მიზანში ყავს ამოღებული სტრატეგიული მოწინააღმდეგე და იგივე საკეთებს რუსეთი თავის წყალქვეშანავით. ერთმანეთი ყავთ ამოღებული, ამიტომ ვერც ერთი ვერ ტოკდება, ვერ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, მოსპობაზე ვერ მიდის, იმიტომ რომ იცის რომ სასწრაფოდ მისი წყალქვეშანავები, მოწინააღმდეგის წყალქვეშანავები გასეა პასუხს, მაგრამ როდესაც შენ უკვე ისე ხმარობ რომ მზად ვარ მე ბირთვული ლომევა წარმოვდა აი სიტყვა არ დაგცე და ეს არის მსოფლიოს დაშინების მეთოდი. ოღონდ ეს ხდება უკვე ქუჩურ იწლაობის არანაირი ტაქტიკა, არაფერი შორდება, არაფერი სიტყვის მოზომა რომ ამ სიტყვას რომ ამო უზარმაზარი ძალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის სწორედ ის აღრევის პერიოდი, სადაც იკვეთება ან არსებულის მართლა დასასრული და უკანასკნელი უნდა იყოს ასეთი საქციელი, ასეთი პოლიტიკა, ასეთი ცხოვრება. და სარწმუნო ხდება მეორედ მოსვლა. უნდა იყოს სარწმუნოდ ეს არის კიდევ ერთი ნიშანი. კარგით. დიახ. დღევანდელი ჩვენი საუბარი ამით დავასრულოთ, დავამშვიდობოთ ჩვენს მსმენელს, მადლობა მოუხადოთ. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ კვირამდე.